ამერიკის საზღვარს მივადექით და აი ეს კედელზე რო გადავირბინეთ ვიღაცა მძღოლმა მიგვიყვანა მანქანაში მინდა ის თქვა რომ აი იქ ტიხუანაში უკვე შევხვდი ქართველ გოგოს თავის ბავშვთან ერთად და ვიღაც ქართველი ბიჭი იაქვია იმ გოგოს ხო და ეს რო დავინახე ეს ქართველები მეგონა უკვე რომ აი მე რა კარგია ჩავეხუტე ამაც და სიხარულის ცრემლები წამომევიდა აბიცი 10 მაგი გავხდი მეგონა всё არაფერი აღარ გამიჭირდება თქო და რო უთხარი ამათ მარტო გამოვიარე ესები გავშტერდი ხო და ესე იგი გადმოვედით მანქანით მიგვიყვანა ვიღაც კაცმა რაღაცას ჩქარა რაღაც საუბარი იყო და ბაჩვენა ღამე და აი ეს კედელი დაგვაჩვენა ესეთი რაღაც კედელი ხომ იცით ამერიკის კედელი რომ ეს ხო უნდა სწრაფათო უნდა ირბინოთო და ესე იგი მეურვი ვართ იცი როგორ მეურვი ვართ აი გული ამოგვიჭდა და ეს ბავშვი იმ ბიჭს უკავია და მეურვი ვართ მე და ეს ქართველი გოგო რაც შეიძლება არ გავჩერებული ვართ და რაღაც ზურგჩანთა მეკიდა იმ ზურგჩანთაში მე კიდე ერთი გამოსასვლელი ტანსაცმელი იმიტომ გზა და გზა ვყრიდით ყველაფერს და ეს გოგო მეუნება გადააგდე ეგეცო და ავიღე და ისიც გადავაგდე იმიტომ რომ ეს უკვე მემძიმებოდა ხო და ესეთი სირბილით რომ გადმოვედით ეს რაღაც კედელი და ვერ ვითქვათ სულს ესე იგი რაღაც მტვერი იყო ის იმ სირბილის დროს ესეთი რაღაც აგვიტყდა ეს ხელება ვეღარ ჩერდებით და მე ამ ბიჭს რა ზურგჩანთაც ქონდა და ამ გოგოს გავფინეთ იქ ბალახებზე და ეს ბავშვი დავაწვინეთ. ტირო და ბავშვი რამდენი წლის ბავშვია? ბავშვი იყო 3 წლის ბავშვი. არ ტიროდა, იმიტომ რომ დედამისთან იყო ჩახუტებული, ეს გოგო დავსვით თავის აი გული მეგლიჯებოდა. რომ უყურებდი ამათ და ვიზახი რომ აი კიდევ რა გზა, კიდევ ეს გზა.